დილამშვიდობის, ქალბატონებო და ბატონებო. მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს. მივესალმები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს. მივესალმები საპატრიარქოს წარმომადგენლებს. მეუფეო მოგესალმებით. მივესალმები მთავრობის წევრებს, პარლამენტის წევრებს, დამსწრე საზოგადოებას. დიდი სიყვარულით მივესალმები ჩემს თბილისელებს. მივესალმები სრულიად საქართველოს, ყველა რეგიონს, ყველა კუთხეს, ყველა რაიონს, ყველა ქალაქს. დღეს მართლაც გამორჩეული დღეა. ჩვენს ქალაქში ვხსნით დიდი ქართველი მეფის, ერეკლე მეორის ძეგლს. და ამით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ თბილისი იყო და არის ქართველთა ისტორიული მეხსიერების, ჩვენი ეროვნული იდენტობის კერა. მე ვიდრე დეტალებზე გადავალ, მინდა ვთხოვო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომლის ინიციატივაც იყო აღნიშნული პროექტის განხორციელება და ამისთვის მინდა მას ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო. მოგესალმებით დედაქალაქის მერს, მოგესალმები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს კულტურის მინისტრებს, პარლამენტარებს, მოგესალმებით მეუფე, მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ვფიქრობ, დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის. ამ დღეს აქვს ღრმა ეროვნული და სიმბოლური დატვირთვა, ჩვენ დღეს ვხსნით ჩვენი გამორჩეული მეფის ერეკლე მეორის ძეგლს. რა თქმა უნდა, საუბარი ზედმეტია იმაზე, თუ რამხელა წვლილი აქვს შეტანილი ერეკლე მეორის ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში. ერთ-ერთ რამეს ვიტყვი, რომ სწორედ ერეკლე მეორის დამსახურება ის, რომ დღეს ჩვენ ქვეყანას შენარჩუნებული აქვს თავისი ეროვნული და რელიგიური იდენტობა. სწორედ ერეკლე მეორის სიბრძნემ მოგცა ჩვენ ამის შესაძლებლობა და ამისათვის, რა თქმა უნდა, ჩვენ განსაკუთრებული პატივი უნდა მივაგოთ ჩვენს გამორჩეულ მეფეს და დღევანდელი დღე სწორედ ამის გამოხატულება. ის არის პატრიოტიზმის ნამდვილი სიმბოლო, ეს არის პრაგმატიზმის ნამდვილი სიმბოლო, სამშობლოს სიყვარულის ნამდვილი სიმბოლო და მან მოგცა მაგალითი, რომლითაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიხემძღვანელოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობა იყო, რა თქმა უნდა, სათანადო პატივის მიგება ჩვენს დედაქალაქში, ერეკლე მეორისთვის, ჩვენი გამორჩეულად საყვარელი მეფისთვის და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დღევანდელი დღე ამ ძეგლის გახსნა არის, რა თქმა უნდა, ამ პატივისცემის განსაკუთრებული გამოხატულება. ეს არის ძეგლი, რომელიც გამოჩენილი ქართველი მოქანდაკის მერაბ ერაბიშვილის ესკიზის მიხედვით არის შექმნილი და ეს ძეგლი დაამშვენებს ჩვენს დედაქალაქს. და ასევე მინდა მოგილოცოთ დღეს განახლებული სკვერის გახსნა, გამწონებული სივრცის გახსნა, ყველას გახსოვთ, რომ ფუნქცია ჰქონდა დაკარგული ამ სივრცეს და ეს პარკი სკვერი იქცევა დასვენების ადგილად ჩვენი თანაქალაქელებისთვის, არა მხოლოდ ბუნის მაცხოვრებლებისთვის, ვფიქრობ, რომ ყველა თბილისელისთვის ეს სივრცე ერეკლე მეორის ძეგლით იქნება ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილი. ეს არის ის, რაც ჭირდება ჩვენს ქვეყანაში. უნდა გაუფრთხილდეთ ჩვენს ფესვებს, ქვეყანა, რომელიც არ უფრთხილდება საკუთარ ფესვებს, ვერასდროს შექმნის ღირსეულ მომავალს და ჩვენს დედაქალაქს ჭირდება გალამაზება, შემდგომი გალამაზება, გამწვანება, განვითარება და დღევანდელი დღეს არის უბრალოდ ამის გამოხატულება. დედაქალაქს ეს რუნის გამოხატულება და ამისათვის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის დედაქალაქის მერს ბატონ კახა კალათს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, პირველ რიგში გილოცავთ ერეკლე მეორის ძეგლის გახსნას, რომელიც იქნება კიდევ ერთი სიმბოლო იმისა, რომ ჩვენ პატივს ვცემთ და უფრთხილდებით ჩვენს ეროვნულ იდენტობას, ჩვენს ფესვებს, ჩვენს ისტორიას. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. მადლობა, ბატონო პრემიერო. ეს ძეგლი ერთგვარი გზავნილია ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის, რომ საქართველო მარადიულია თავისი ისტორიით, რწმენით, დიდი კულტურით, ღირებულებებით, რომელიც ხან ბრძოლით, ხან შენებით და რაც მთავარია, გონიერი პოლიტიკით დღემდე მოგვიტანეს ჩვენმა წინაპრებმა, დიდმა მეფეებმა. მე ახლა მინდა ვთხოვო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ
შალვა პაპუაშვილს. მივესალმები ჩვენი დედაქალაქის მერს, მივესალმები პრემიერ-მინისტრს, მთავრობის და პარლამენტის წევრებს, საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებს, საზოგადოების წარმომადგენლებს. დღეს ჩვენი თბილისისთვის ისტორიული დღეა. დედაქალაქს ამაყად უბრუნდება საქართველოს ბოლო დიდი მეფის, ერეკლე მეორის დიდი ხნით დაგვიანებული ძეგლი, რომელიც სათანადო ადგილს დაიკავებს ჩვენი ქალაქის მიერ პატივდადებული ისტორიული გმირების პანთეონში. დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს სახელოვან მეფეს, რომლის საბრძოლო ნათლობა 14 წლის ასაკში, ქიზიყში, ნეიშინის ველზე შედგა, სადაც მან ქიზიყელების რაბთან ერთად პირველი სამხედრო გამარჯვება მოიპოვა. სწორედ იქ შეარქვა ხალხმა ჯერ კიდევ უწვერულვაშო, მაგრამ მტრისთვის თავზარის დამცემ უფლისწულს პატარა კახი. ჩვენ დღეს ძეს უდგამთ ჩვენს სასიკადულო მეფეს, რომელიც მშობლიური თელავის შემდეგ ზუსტად 9 საუკუნის განმავლობაში ელოდა ამ დღეს. ერეკლე მეფის დაბადებიდან 3 საუკუნის განმავლობაში ყველა ნამდვილი ქართველი ეთაყვანებოდა და პატივს მიაგებდა მეფეს, რომელიც საქართველოს ისტორიაში სამუდამოდ დარჩა, როგორც სიმბოლო ბრძოლისა, გმირობისა, თავდაუზოგავი ღვაწლისა და შენებისა. მან ჩვენი ქვეყანა ურთულეს ეპოქაში გამოატარა და ბოლომდე დაიხარჯა მის სამსახურში. მეფე ერეკლემ გადაიხადა ერთი დიდი, უწყვეტი, 60 წლიანი ომი საქართველოს გადარჩენისა და გამთლიანებისთვის. ომი ხმლით, ომი შრომით, ომი გონიერებით. დღევანდელი ძეგლის საზეიმო გახსნა სიმბოლურია იმდენად, რამდენადაც დღეს, ისევე როგორც 300 წლის წინ, ქართველი ხალხის მთავარი ეროვნული ამოცანა, მიზანი და სულისკვეთება ქვეყნის თავისუფლება და გაერთიანებაა. ქართველი ერის ამ ისტორიულ მისიაში ერეკლე მეფე უნდა იყოს მაგალითიც და შთაგონებაც, რომ ბოლომდე მივიყვანოთ მის მიერ დაწყებული საერთო ეროვნული საქმე. მეფე ერეკლე არის სიმბოლო ნამდვილი საქართველოსი, იმ საქართველოსი, რომლის მართლსაც ერთადერთი ინტერესი უნდა ამოძრავებდეს, საკუთარი ერი, საკუთარი სახელმწიფო, საკუთარი რწმენა. საქართველო უპირველეს ყოვლისა, ამ ეროვნული ინტერესის ერთგულების გარეშე ვერ იმმართველებს ხელისუფალი, ვერ შეიყვარებს ხალხი, ანგარიშს არ გაუწევს მტერი და არ დააფასებს ისტორია. ისტორიის მანძილზე საქართველომ უმძიმესი წლები გამოიარა. ჩვენი წინაპრების ხსოვნის პატივისცემა, მათი გმირული შემართების ერთგულება და მათი ეროვნული საქმის გაგრძელება თითოეული ქართველის ვალია. დღეს ერეკლე მეფის სული ხარობს, როდესაც ხედავს დამოუკიდებელი საქართველოს ამაყად მოფრიალე დროშას, როცა ესმის ქართული ლოცვა და გრძნობს შთამომავლების ეროვნულ გულისცემას. მეფე ერეკლეს ძეგლის თბილისში აღმართვა ყოფილიყოს ის დასაწყისი, რომელიც ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, ერის გამთრიალების, წინსვლის და გამარჯვების საწინდარი იქნება. მეფე ერეკლემ დალოცოს სრულიად საქართველოს. მადლობა ბატონო შალვა. საქართველოს გულში, მის დედაქალაქში ერეკლე მეორის ძეგლის აღმართვა არის ერთგვარი სიმბოლო ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცისა და მისი მშვიდობიანი მომავლის. ასევე სიმბოლურია ის ფაქტი, რომ მონუმენტი შეიქმნა მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით, რომლის სხვა ცნობილ ნამუშევრებს შორის არის ყველასათვის საყვარელი ქანდაკება ერეკლე მეორის ცხენოსანი ძეგლი თელავში. მინდა მადლობა გადაუხადო მოქანდაკეებს, თითოეულ მათგანს, ვინც ჩართული იყო აღნიშნული პროექტის განხორციელებაში. მადლობა არქიტექტორს. მადლობას ვუხდი კულტურის სამინისტროს, სწორედ თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა აღნიშნული პროექტი. და ახლა მინდა სიტყვა ვთხოვო ქალბატონ თიკარუხაძეს, კულტურის მინისტრს და მადლობა უთხრა კიდევ ერთხელ მხარდაჭერისთვის, რადგან ერთიანი ძალისხმევით განხორციელდა ეს ძალიან ლამაზი და მნიშვნელოვანი პროექტი. უღრმესი მადლობა, მოგესალმებით ძვირფასო საზოგადოება, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავრობის პარლამენტის საკრებულოს წევრებს და აუცილებლად მივესალმები ჩვენ საყვარელ თანაქალაქელებს. მადლობა მინდა ბატონ კახას გადავუხადო იმ სილამაზისთვის, რაც კეთდება ჩვენს დედაქალაქში, ეს კიდევ ერთი
ადიდებს ჩვენს სიამაყის შეგრძნებას, რომ ასეთი ტიპის ნამდვილად ულამაზეს ქალაქში ვცხოვრობთ და მე მიხარია, რომ ამ შემთხვევაში ეს არ იქნება მხოლოდ პარკი და პრემიერის ინიციატივა ჩვენს მიერ იყო მხარდაჭერილი მთელი წელი ჩვენმა დიდმა გუნდმა სამხატვრო აკადემიის ჩართულობით ჩვენი კულტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ჩართულობით თქვენთან თქვენი მერიის სამსახურებთან ერთად მოვახერხეთ რომ ხელოვნება შემოგვეტანა ისტორიის და ლანდშაფტის გალამაზებაში და ხელოვნებით დანახული ისტორია კიდევ სხვანაირად ათბობს გულს, იმიტომ რომ ეს არ იქნება ერთჯერადი აქტი, რამდენჯერაც აქ ჩავივლით და რამდენჯერაც აქ გავივლით, გაგვახსენდება ჩვენი ისტორია, ჩვენი საამაყო ისტორია და ეს იქნება გამოხატული ხელოვნებით. მე მინდა გითხრათ, რომ შეხვედრის ადგილი ამიერიდან გაჩნდა ამ ქალაქში კიდევ ერთი ახალი ადგილი ერეკლე მეორეს ძეგლთან თბილისში ვხვდებით. მადლობა ამ სიყვარულისთვის, მადლობა ჩვენ ყოველთვის ვეცდებით ბატონო კახარო თქვენი პროექტები გავალამაზოთ თუ მიგვიღებთ ხელოვანებს და პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა იმ ხელოვანებს ვინც ამაზე იმუშავეს. ჩვენი იმედი გქონდეთ. მადლობთ. მადლობა ქალბატონო თიკამ და ბოლოს კიდევ ერთხელ მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რადგან მართლაც როგორც საუბრის დასაწყისში აღნიშნე, ეს იყო მისი ინიციატივა. და დღეს პირადად მე როგორც რიგითი ქართველი, რიგითი თბილისის მოქალაქე ძალიან მიხარია, რომ ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში გაიხსნა ერეკლე მეორის ძეგლი. ახლა მინდა ვთხოვო ბატონ პრემიერს ამობრძანდეს და ერთად გავხსნათ და ვაჩვენოს საზოგადოებას ულამაზესი შესრულებული ნამუშევარი. მე მგონი მართლა ძალიან ლამაზ გამოვიდა, ადგილსაც ძალიან უხდება. ჩვენ ასევე დავასრულეთ აქვე არსებული სივრცის კეთილმოწყობა, გალამაზება, გამწვანება და დღეს საღამოს ყველას 8 საათზე გელოდებით გაიმართება ჯგუფი ურსას კონცერტი და ერთად გავხსნათ ეს ულამაზესი რეკრეაციული სივრცე. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყველას მობრძანებისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ქალაქის განვითარებას, გალამაზებას. ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია და მომდევნო 4 წელი კიდევ უფრო საინტერესო იქნება ჩვენი დედაქალაქისთვის. მადლობა და წარმატებები ყველას.